დამაჯერებლად ათამაშებენ გურს, აქ იაგვამ წინ ძლიერად გაუშვა, უფრო მოგერიებას გავდა. შემდეგ პონტუს იანსონის თაური. Цадот, იქვე цадот. ბურთის დაბრუნება. არა, სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა და აქ სახიფათო. როგორი შეცდომა. გაგვიტანა ტახალი, მაინც გაიტანა ალი. ეს ბურთი პირველ მატჩის გაგვიტანა და აქაც გამოიჩინა თავი, ძალიან ძლიერი შეცდომის გამო. განსაკუთრებით პირველი შეხვედრის დროს ვერ საუბრობთ იმის შესახებ, რომ ისეთი მოწინააღმდეგე ყავს, რომელთან შეცდომები უნდა იყოს მინიმალური. შეცდომას არ გაპატიებს, შეიძლება თავად რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ვერ შემოგთავაზოს, მაგრამ შეცდომას არ გაპატიებს. აქაც ეხა ჯერ მოშიშვლებული იყო დაცვა ერთი. მეორე როგორი შეცდომა იყო, აგიაგვა იყო, ხო თუ არ ვცდები? კი, აგიაგვა. შემდეგ იქ მაკარიძესაც ფეხი დაუწდა, მაგრამ გიორგის არა, იქ უკვე მეკარდომთან გასცდენოდა, რომ აი აქ შეხედეთ, აი. პოზიციური ვეღარ ჩამოვიდა, თავით ვეღარ ითამაშა. გაუადვილა საქმე, შემდეგ უკვე გიორგი მაკარიძის ფეხის დაცდენა. ალის და მალმემ გახსნა ანგარიში. ისე აკიაგვა არა, ზოხორე იყო ეს. ზოხორე ყოფილა აკიაგვას რასვეთში. აკიაგა ხო, აქ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, იქ დღეს დღევანდელ მატჩში მაინც შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ აი ზოხორე. მეორე ისა საკითხავე არც ერთ ცენტრალური მცველი არ იყო იმ ზონაში. ენი. ზატერშტორმი მაღალია, იონსონი შვედები ზოგადად მაღალი ფეხბურთელებით ყოველთვის გამოირჩეოდნენ ნაკრები და კლუბები და ყველა ჩამოსულია ჩვენ საჯარიმოში და აგერ საუბრობდი ამაზე და კაპიტანმა გაგვიტანა პონტუს იანსონი 2-0 15 წუთში მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში მალმემ მოახერხა 2 ბურთის გატანა. სტანდარტული მდგომარეობიდან ამოიჩინეს ამჯერად თავი. პონტუს იანსონი გუნდის კაპიტანი, გოლის ავტორი, როზენგრენ ჩაეწერება საგოლე გადაცემა. მალმეო იბერია 2-0, 2 მატჩის ჯამში 5-1. ორივე შეხვედრაში შვედეთის ჩემპიონი დამაჯერებლად. აბა ნახოთ კიდევ ერთხელ საიდან შემოირბინა ნახეთ. ეხა ალბათ თავარია რომ ძალიან არ გაიშალოს ჩვენი გუნდი. ხო და დიდი სხვაობა არ მივიღოთ ამ თამაშში. რაც ასეთ დასაწყის მეორე ტაიმში ალბათ ბევრი არ ველოდით. ბრბანეცი შემოდის მოედანზე კიდევ ერთი ლეგიონერი სილაგაძის ნაცვლად. ხო, ეს ფეხბურთელი საერთოდ საინტერესოა, მანამდე რატო არ გამოჩნდა. ახალწეულია ბრბანეცი, ეს გახლავთ სლოვენიელი ფეხბურთელი. ახალგაზრდა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და ნიკა ხორხელი, რუშევიჩი, დღეს რუშევიჩი და სილაგაძე შეიცვალა. უკმაყოფილოა ლუკა სილაგაძე. ხორხელი პირველ თამაშიც გვახსოვს, გამოვიდა შეცვლაზე. ნახოთ ეს ორმაგისულება რას მოუტან ჩვენს გუნდს. აი სწორედ ბრბანეცი პირველი შეხება იყო ბურთთან, მამაგეიშვილი ტექნიკურად თამაშობს, პასი მაინც გამოვიდა მეტოქისგან, მაგრამ გადავიდა. მაშინ აუტი უნდა იყოს და ჩვენია ბურთი მაინც. აქ რა ხდება, ეხლა შეტაკება იყო ფეხბურთელებს შორის. არა, ეს იონსონი ძალიან ეძებს რა. ძალიან აგრესიულია. მთელი თამაში ესე არის. პირველი წუთიდან დაწყებული რა უნდა 5-1 იგებს 2 მატჩის ჯამში. გაამწარა. იქ როზენგრენი ჩაერია საქმეში და წითელი. გიზო მამაგეიშვილია გაძევებული. აქეთ ყვითელი. კაპიტნების ეს საკინკლავება ჩვენ უფრო ძვირად აგვიჟდა. იმას ყვითელი მისცა და ეს გააგდეს. სამკლავური უნდა გადასცეს ახლა. კიდევ ერთი ყვითელი იქნება როგორც ჩანს. მაგრამ ჩაინიშნა უბრალოდ.
რა მოხდა საინტერესოა. ნახოთ, გაიმეორებ. ხო, აქ როზენგრენი ხელს კრავს. აი ამაზე. მოაყოლა ორივე ფეხი, ხო. წაქცევის მომენტში, ხო. აქ ზედმეტი მოუვიდა ფაქტია. თორე ის არ ღვევდა კი ბატონო თამაშის წინ. ჯარიმა ჩვენ მოგცა. ო და აი ეს არ უნდა გაეკეთებინა. ხო, აქ საჭს ვერ გავამტყუნებ, გასაძევებელი იყო პირდაპირ თქვა. მამაგეიშვილი. ეს ორივე ფეხის ამოყოლება არ იყო საჭირო. მერე იმან ხელი კრა იქით. სრული კატასტროფა მეორე ტაიმში. მამაგეიშვილი 10 კაცით თამაშები მათ უწევს ჩვენი გუნდება. მე-19 წუთი. არ არის როლი ალბათ ასეთ შეხვედრების ყურება, როდესაც შენი გუნდი პრაქტიკულად განწირულია. ახალის დუბლი რა მარტივად. მეკარი საჯარიმოშიც კი და საჯარიმოს სიახლოვესაც გავგითამაშეს. სამიტოლი მაინც დიდი ანგარიში ფიქსირდება. 6-1-2 მატჩის ჯამში ორივე შეხვედრაში მალმემ სამჯერ მოახერხა გიორგი მაკარიძის კარის აღება. მეორე ტაიმის თამაშის სცენარიდან გამომდინარე ლოგიკურია ეს ყველაფერი რაც ხდება. თავად წამოიწყო იმას ხო პასი გამოუვიდა უფრო ალბათ როზენგრენს რაღაც თითქოს დარტყმას აპირებდა რაღაც ესე მომეჩვენა მე. აი არა პასია. მაგარი პასი ძალიან მაგარი პასი გააკეთა. მეთქი აჭრას აპირებდა ეს კუთხეში მეთქი დარტყმის მომენტში, მაგრამ შესანიშნავ იდეალურ პასი გამოუვიდა როზენგრენს. ახალი კი ერთი რისხვა აღმოჩნდა საბურთალოს, ხო? 6-დან საერთო ჯამში ქვეყნის ჩემპიონზე საუბარ პირველი ტაიმი ალბათ მეორე შეხვედრაში, ხო? ამ დღევანდელ თამაში პირველი ტაიმი იყო თანაბარი. დანარჩენი ეხა ყველაფრით ჩვენზე ბევრად წინ არის მალმე, ბევრად წინ არის შვედეთის ჩემპიონატი და ეს ეხა რეალურად უკვე შედეგშიც აისახა და სამწუხაროდ არც არაფერი არ გვიკვირს. გავიდა ეს პასი, ხორხელი ერთ-ერთზე ყავს მიცველი. აი ზაგანია შემდეგ დარტყმამდე თუ მიდგა საქმე, გაიტანა ზაგანიამ ერთი ბურთი. კოჩახ. ანუ ორივე თამაში მაინც გაუტანეთ მალმეოს, თბილისშიც ერთი გოლი და აგერ აქაც ერთი ბურთი. კარგი დარტყმა გამოუვიდა ზაგანიას და ზუსტად 3-1 კუთხეში გაუშვა ბურთი. ბერიას ამირან ზაგანია 23 წლის შემტევი საქართველოს ჩემპიონის. რაღაცას არა ცოტა პაუზა იყო და ალბათ დაასრულებს კიდეც შეხვედრას ფრანგი არბიტრი დაასრულა. 3-1 მალმეო მეორე შეხვედრაშიც ალგიური შედეგით გაიმარჯვა როგორც თბილისში. ორი მატჩის ჯამში 6-2. ასაკვირველია საწყენია ძალიან წუხوارთ ამ მორიგი მარცხის გამო ჩვენი ჩემპიონის იბერია კიდევ ერთხელ ვთქვათ